როგორ შევქმნით ახლა მარტივად ელექტრონული წიგნი. შევდივართ Canva-ში, ვნიშნებთ აქ templates, წერთ აქ e-book და ვეძებთ შაბლონებს. აი ეს მაგალითად 9 გვერდიანია, ამის რედაქტირება შეგვიძლია. კიდევ ეს მაუს რო გადავატარებთ, ამოვაგდებს. ტელეფონში მაუსის გადატარებაც არ უნდა ისეგდებს. აი ეს მაგალითად 14 გვერდიანია. ეს ამას პრო ვერსია უნდა 8 გვერდიანია. ფასუებშიც არის. ფინანსური ბეისიკები. Make yourself seen and heard. შეგვიძლია ასევე მივწეროთ რამე UGC მაგალითად. აი UGC content creator-ი. ეს არ ვიცი რა არის. შეგვიძლია მივწეროთ კიდევ რაღაცა. social media რამის თუ ამოვაგდებს. ამაზე არ ამოვაგდო ეს იმები. კონტენტი შექმნა დაწყებებისთვის. Grow your brand on social media. გაზარდე შენი ბიზნესი, შენი ბრენდი სოციალურ მედიაშიო. ეს successful online brand. მაგალითად ეს რაღაცა კიდევ. მოკლედ აქედან მოძებნით ერთ-ერთს არჩევთ. მაგალითად აი ეს იყოს. გადავხედოთ. აჰა. შვენიერია. ვაწვევთ customize this template. და ახლა უკვე შეგვიძლია შევცვალოთ ფერები და ყველაფერი. შეგვიძლია ეს სახელით შევცვალოთ. დავაკოპიროთ და ChatGPT-ს ჩავუდოთ, რომ რაიმე მსგავსი სახელი მოგვიფიქროს. მერე ეს ქვეტექსტი ჩვენი სახელი შეგვიძლია ჩავცვალოთ, რასაც გამოვაყენებთ ციფრული პროდუქტების გასაყიდად, სოციალური კვირტების სახელით. ეს ფონის შესვლა მარტივია, delete ვაწვევი, ელემენტში შევდივარ. ჩავწეროთ რაღაცა ფოტოები ამოვაგდოს. აქ ორიენტაცია შეგვიძლია მივუთითოთ, რომ ვერტიკალური გვინდა. მაგალითად აი ეს. პოზიციიდან ლაიერებში რო შევდივართ, აქედან შეგვიძლია პოზიცია დავაყენოთ. ეს შეგვიძლია ცოტა გავაფერმთავოთ, რომ უკეთ გამოჩნდეს ფონი, მაგალითად 70. ესეც შეგვიძლია გავაფერმთავოთ. ძალიან თუ არ გვინდა რომ გამოჩნდეს, მაგალითად ესეც 70. ეგ არის ტექსტების შესვლა მარტივი არის. ფერებიც უნდა შეიცვალოს, რომ კარგად გამოჩნდეს, ამას ეს კარგად არ ჩანს, მაგალითად ამას შევცვლი. მაგალითად მინდა რომ ყველა გვერდზე შეიცვალოს ეს ტექსტის ფერი, change all-ს დავაწვევი და ყველა გვერდზე აბსოლუტურად შეიცვლება ეს ფერი ამბრად. აჰა, აქ ტექსტს გადავიკითხავთ, რაც შესაძლებელია შევცვლით, what is social media branding. აქ შეიძლება რაღაცა სისულელეები ეწროს, სწორედ ამიტომ ამ ყველაფერს გადაიკითხავთ და რაზეც სათაური მაგაზე პასუხს დაწერთ აქ. აი აქაც. და რომ დაასრულებთ უკვე ამ ყველაფერს, შეგიძლიათ ასევე გვერდები დაამატოთ, თუ დასამატებელია რაღაცა გამორჩენილია, ასევე შეგიძლიათ დაიხმაროთ ChatGPT კონტენტში, მაგალითად ეტყვით, რომ მინდა შევქმნა ციფრული პროდუქტი, აი grow your brand on social media და ეტყვით, რომ მომეცი კონტენტი. კონტენტს რო ჩამოგითვლით, უკვე რა უნდა შედიოდეს ამ გზამკვლევში, მე მაგაზე დაწერთ. როდესაც დაასრულეთ, აწვევით share, ვაწვევით download, ვირჩევთ PDF standards. page ყველა, რა თქმა უნდა, download. შემდეგ უკვე მაკეტი რო გავაკეთოთ, დაგჭირდება პირველი ფოტო. მაკეტი ანუ mock-up-ი, ქართულად მაკეტია. PNG და მხოლოდ პირველი გვერდი გვჭირდება. download. მორჩა ის მზად არის, ეს ახლა გავთიშოთ. აქ შეგვიძლია ჩავწეროთ ახლა mock-up-ი. book mock-up. ეს ფასიანია, ეს მაგალითად უფასოა, მაგრამ ეს ვერტიკალური ფოტოები კარგი არ არის, უმჯობესია ესეთი ოთხკუთხედი ფორმის იყოს. ოთხკუთხედი რა კვადრატი, უბრალოდ. თორე ეს ოთხკუთხედია. შეგვიძლია ეს პლანშეტის ფორმაში ჩავსვათ, ვინაიდან e-book-ია.
აი ესეც შეიძლება იყოს. მაგალითად ეს გამოვიყენოთ. უბრალოდ წიგნის ფორმაში როცა არის ხოლმე უფრო გასაგებია. Upload-ში შევდივართ, ავტვირთოთ ახლა იმ ფოტოს. აი ეს PNG. აი ტვირთა გადმოვიდანთ აქ და უნდა ჩავსვათ ახლა ამ პლანშეტში. ერთი წუთი. ეს მას delayed. ამას უნდა დაგვაქვს აშკარად შესული. ძალიან ცუდი შაბლონი ავირჩიეთ. ამის პოზიცია ცოტა უკვე უნდა გადავიტანოთ ახლა, რომ ეს ზევიდან იყოს. აჰა, ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესი შეიძლება და აქ ჩვეულებრივ სათაური, აქ მოკლე აღწერა შეიძლება დავამატოთ. ახლა მოდი add page გავაკეთოთ და ვნახოთ წიგნის ფორმაში როგორ შეგვიძლია. აქ ჩვეულებრივ ელემენტებში შეგვიძლია ჩავწეროთ, შეგვიძლია აქ მოვძებნოთ mockup-ი. აი აქ უნდა იყოს mockup. არ არის ელემენტში მოვძებნოთ. აი ეს მაგალითად ავირჩიეთ, upload-ში შევდივართ, ამას გადმოვატარებთ ამაზე და ახლა წიგნის ფორმა აქვს. ეს მომენტი შეგვიძლია შევცვალოთ ფერი ისე, რომ ცოტა გამოსაჩენი იყოს ეს წიგნი. აი თუნდაც ესე. ასევე ჩრდილიანებიც არის ხოლმე აქ mockup-ებში რომ შევდივართ, როგორც თქვი პლანშეტის ფორმატ შეგვიძლია გამოვიყენოთ, აი ესეთი. მაგალითად ეს გვინდა. სიმეტრიულად გავასწოროთ. აი მის გარეთ არ მოაქციოთ ხოლმე ეს ვარდისფერი 4 კუთხედი რო ჩნდება. მაგის გარეთ არ ჩანს ხოლმე აჭრის ხოლმე. ჩავსვათ ეს აქ. ეს შეგვიძლია ჩამოვწიოთ, ზევით ტექსტი ჩავსვათ. აქ შეგვიძლია დავაწეროთ ტექსტი. მაგალითად ეს აქედან ფონტს შევცვლით, ეს canvas-ი ძალიან ულამაზოა, ეს არ ჩანს კარგად. მე მაგალითად ლორას ვიღებ. აი ეს 4 კუთხედი შიგნით უნდა იყოს, ნახეთ. აჰა. შვენიერი ამასაც გადავწყვეტ როგორც ფოტოსურათს. მაგ მესამე ავირჩიოთ. ავტვირთოთ საიტზე და უკვე მზად არის გასაიდეთ.